მოგესალმებით მეგობრებო, ანონიმური ფაქტები ისევ თქვენთან არის როგორც ყოველთვის ყოველ დღეს ამ საათზე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე უცნაური პროფესიები მსოფლიოში. როდეოს კლოუნი. ეს არც ისე სასაცილოა, როგორც სხვა კლოუნების სამუშაო. გადარჩენისთვის აუცილებელია გუნდური მუშაობა. ქუდების აყრით, ყვირილითა და სხვა საშუალებებით ცდილობენ გაართონ ხარი, რათა ჩამოგდებულმა მხედარმა გაქცევა სცადოს. გამორჩეული როდეოს კლოუნები $100,000-დან $999,999 შეულობენ. ნამდვილად არ არის ცუდი თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ სიცოცხლეს იგდებენ საფრთხის ქვეშ. Skydiving-ის ინსტრუქტორი. პროცენტულად უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავტომობილით მგზავრობისას. სცადეთ აუხსნათ ეს მათ, ვისაც სიმაღლის შიში აქვთ. 2009 წელს დანიელ ფარი, რომელიც პირველად ხტებოდა იძულებული გახდა მარტო დაშვებულიყო. მას შემდეგ რაც მის ინსტრუქტორს გულის შეტევა მოუვიდა. შტორმებზე მონადირე. ადამიანები, რომლებიც თავისინებით მიდიან შტორმებისა და ქარბორბალების ცენტრში. მათი უმრავლესობა მედია საშუალებებში მუშაობს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც ეს ჰობი გართობისთვის აირჩიეს. ბაღის აღმზრდელი. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს პროფესია იმ ტოპ 10 პროფესიაში შედის, სადაც მუშაობა შიშის ზარს სცემს ადამიანებს. სირაქლემის ჟოკეი. გიჟურად ჟღერს. ვის აინტერესებს სირაქლემებზე ამხედრებულ ჟოკეეთა ბრძოლა? იაპონიაში აინტერესებთ, თანაც ძალიან. ისტორია დასაბამს იღებს ძველი ეგვიპტესა და აფრიკის სახელმწიფოებში. მაღაროს მუშა. ეს სამუშაო შესაძლოა ძვირად ანაზღაურებადი იყოს, თუმცა გარკვეულ საშიშროებებთან მაინც არის დაკავშირებული. ბომბის გუნდის ტექნიკოსი. წითელი თუ ლურჯი კაბელი. ნათელია ეს სამუშაო არც ისე სახალისოა, თუკი სიკვდილის არ გეშინიათ, დიდი ანაზღაურება გელით დამერწმუნეთ. მავნებლების კონტროლის ტექნიკოსი. ეს ადამიანები გამანადგურებლები არიან. სახლებსა და სამუშაო ადგილებს ასუფთავებენ მწერებისა და სხვა ქმნილებებისგან. ეს პროფესია არ არის სათქმო. რა თქმა უნდა, თუ არ გინდათ რომ იხილოთ ათასობით ხოჭო თქვენს ტანსაცმელზე და მოწყობილობებზე. მაღალსართულიანი შენობების შუშების მწმენდავი. ამ ადამიანებს განსაკუთრებული მომზადება სჭირდებათ. თუმცა საქართველოში ამ საქმეს თავის თავზე ძირითადად ალპინისტები იღებენ. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.